დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის პროცესი გაიმართა. დაკავებულებს, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. ხტომის ბოლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღევანდელი პროცესი სრულად დახურა, მათ შორის მედიისთვისაც დარბაზი დაატოვებინეს იმ მედიასაც, რომელსაც პროცესის გადაღების უფლება ჰქონდა. მოსამართლის გადაწყვეტილება მოჰყვა კომენტარს დარბაზიდან იმასთან დაკავშირებით, რომ საათების განმავლობაში პროცესის მონაწილეებს საჭმლის მიღების საშუალება არ აქვთ. დღევანდელ სტომას დავხურავ, ამიტომ დარბაზში მყოფ პირებს ვთხოვთ, დატოვოთ სასამართლოს სტომის დარბაზი. ეს დღევანდელი სტომა იქნება მხოლოდ დღევანდელ სტომას დავხურავ. შემდეგ სტომაზეც იმსჯელებს სასამართლო, თუ მსგავს ფაქტის წინაშე დადგება, სასამართლო დახურავს სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, ასე რომ გავითვალისწინოთ. კი, ყველამ დატოვა სასამართლოს სტომის დარბაზი. წინა პროცესების მსგავსად დღევანდელ სხდომაზეც პროკურატურის მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდა. სხდომაზე პირველი დავით ქიტიაშვილი დაიკითხა, მან დაკითხვისას საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერები დაათვალიერა. ბოლო პროცესზე მოწმე პოლიციელების ქცევა მოსამართლეების შენიშვნასაც იმსახურებს. ისინი კატეგორიულები არიან, საუბრობენ უხეშად და კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ოპონირებით არიან დაკავებულები. გამონაკლისი არც დღევანდელი სხდომა იყო. პროცესზე სიტყვით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ და თქვა, რომ მოწმეს ან არ ესმის, ან არ სცემს ადვოკატებს პასუხს, ან სხვა რამეს ლაპარაკობს. რაშიც დრო გადის. მან მოსამართლეს თხოვა მიუთითოს მოწმეს კონკრეტულ კითხვას კონკრეტულად უპასუხოს. თქვენ არაერთხელ მიუთითეთ ადვოკატებს ის, რომ დრო იხარჯებოდა ტყუილა. ეხლა ისმევა კონკრეტული კითხვები და მოწმე არც ერთ კონკრეტულ კითხვას არც ერთი კონკრეტული პასუხით არ პასუხობს. ეს არის რაღაცა ზოგადად დროის გაყვანის ზოგადად პასუხობს და დრო გადის აბსოლუტურად ტყუილა. სახელი გამახსენეთ მოწმეს თუ შეიძლება. დავით. ბატონო დავით, მოეშვით მორალური პედესტალიდან ლაპარაკს, ეს ერთი. იმიტომ რომ ეს მორალური პედესტალიდან ლაპარაკს მოეშვით თქო, იმიტომ რომ ამის უფლება თქვენ არ გაქვთ. ეს ერთი. მეორე ის რომ ეს კითხვა არის თუ რაღაც მოწოდებებია. არა, ხადების უფლება. განცხადებას ვაკეთებ. ერთი წამი. თქვენ ერთი წუთი ანდრო, თქვენს უკვე რო არის. მე ხო შემილია განცხადებით. კი ბატონო, ჯანო არჩია რომ წამობძანდეს ფეხზე. ბატონო ჯანო, უკვე არაერთი პროცესია, თქვენ არც ისმენთ სასამართლოს მითითებას და ხშირად შედიხართ ხოლმე, ასე ვთქვათ, პოლემიკაში ამ კუთხით. მესმის რომ თქვენი საქმეა ამ ეტაპზე შენიშვნას გაძლევთ, გავ შემთხვევას კიდევ ადგილი ექნება და უკვე მოგიწევთ სასამართლოს სტომის დატოვება. ამის შემდეგ უკვე ასეთი რეგიერება იქნება და მზად იყავით ამისთვის. თქვენზე დამოკიდებული უკვე ამის შემდგომ. ბატონო მოსამართლე, თქვენი უბრალოდ არის. თქვენ აქედან შეგეხედათ, ეს რამდენად სასაცილოს არის, ეს არის ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საუბარ ადამიანს, აი აქედან შეგეხედათ, მას დუმის სასაცილო. არის სასაცილო რა, აი რა. ბატონოვაჟო, დააცადა. ხო შეუძლია რომ დააცადა. ერთი წუთით. ან ვერ ესმის, ან არც ემს პასუხს, ან აბსოლუტურად სხვა რაღაცას ლაპარაკობს და დრო გადის და ეს ის არის რა ქვია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძვირფასი დრო არის თქვენთვისაც და ჩვენთვისაც მათ შორის. ხო და იქნებ რაღაცნაირად თქვენ მიუთითოთ, რომ კონკრეტულ კითხვას გაეცეს კონკრეტული პასუხი. თუ შეიძლება, ეს ერთი და მეორე კიდე უბრალოდ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ მოწმე ლაპარაკობს რაღაცა მორალური პედესტალიდან, ძალიან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით და ეხა ეგეთი ლაპარაკი ყველა შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ, ხო? და არც არის სწორი და ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი, რომ ან თქვენ შეასწოროთ, ან არ ვიცი, იმიტომ რომ ესეთი ლაპარაკი და შინაარზე აღარ ვლაპარაკობ და იმაზე რა ქვია, განზრახვაზე რა იფუთება და როგორ იფუთება, მაგას არ ვიხები ამ შემთხვევაში, ყველამ გადასარევად იცის რა ხდება და როგორ ხდება. უბრალოდ ამ შემთხვევაში აი ეს რაღაცა ფამილიარული ლაპარაკი არის ძალიან გამაღიზიანებელი. ბრალდებულების ამ განცხადებას წინ რამდენიმე ინციდენტი უძღოდა. პოლიციელმა დავით ქიტიაშვილმა გამოითხოვა და დაათვალიერა ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც საქმეში მტკიცებულებად დევს. დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. მოწმემ ვიდეოს შეფასების დროს გამოიყენა სიტყვები დანაშაულებრივი და ძალადობრივი, რაც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააპროტესტა. მისი თქმით, მისი მიზანია მოწმემ
აღწეროს და არა შეაფასოს ვიდეო. მოგახსენებთ, ჩვენებელს დავათვალიერე, როგორც წაგითხარით პრეზიდენტთან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია ქერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. იმისთვის ვარ შეკრებილი დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი ქონდა თუ არ ქონდა ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ. მოწმე იკითხება იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მან და არა შინაარსი უნდა მოგვიყვეს იმ საგამოძიებო მოქმედების შესაბამისად ვთქვათ განარიდოთ. მან უნდა თქვას რა ჩაატარა და არა მისი ფუნქცია არ არის რა ჩანდა და ის შინაარსი. ჩვენ ყველას გვაქვს თვალებით ქონა. შინაარსი არა რა თქმა უნდა შესაბამისად გამოვიკლოთ როცა ვიდეო ჩანაწერს შესაბამისად რა ჩანაწერი იყო ამაზე ხომ და გავიგოთ. არა ჩანაწერი თქვა რომ 17-18 თებერვალს დავათვალიერო ქერაშვილზე თან მოახულა დანაშაულები. თქვენს კითხვებში და ჩემს პასუხებზე თქვენეულ ინტერპრეტაციას აკეთებთ. მე დიდი იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი რომ ეს გასაგებია მოსამართლისთვისაც, პროკურატურისთვისაც და თქვენთვისაც, მაგრამ ნახეთ ერთი წუთი დაასრულოთ. ნუ მაწყვეტინეთ. დავასრულოთ. რატო ჩხუბობთ? ნუ მაწყვეტინეთ. დავასრულოთ. აქ ხალხი ისმენს, არა ერთი წამი და მე ვერ მოგცემ საშუალებას რომ თქვენეული ინტერპრეტაციები აკეთოთ ჩემს პასუხებზე. დაასრულეთ საუბარი. ძალიან კაფიოდ განვაცხადოთ. ხო და ეხლა რაღაცას მე დავები. ერთი წუთი. ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა პროცესზე შეამჩნია, რომ მოწმე დაკითხვის დროს მობილურ ტელეფონში იყურებოდა, ამ დროს მობილურს იყენებდა პროკურორი ვაჟა თოდუაც. ფაქტს ხდომაზე შელაპარაკება და ხმაური მოხვა. ეხლა ეს ტელეფონი აიღეთ და დადეთ იქ. ბატონო მოსამართლე. ბატონ დავით. ტელეფონი აიღეთ და დადეთ იქ სანამ მოგთხოვეთ რომ გახსნათ. ბატონო მოსამართლე. მოწმე. ნახეთ დავასრულოთ. ეხლა Google-ის ჩართვა არ უშველის ბატონო ვაჟი აქ. დავასრულოთ რა მე აქ ხომ მივიღებ გადაწყვეტილებას ერთი წუთი. ბატონ დავით. არა დღეში ხარ კიდე მე ვარ დღეში ერთმანეთს ერთ ტელეფონზე და კიდე მე ვარ დღეში. დაასრულეთ საუბარი. ბატონო მოსამართლე მოწმე სარგებლობდა ტელეფონი დადოს იქ ისე სარგებლობდა. ბატონ დავით ტელეფონი და შეკითხვას უპასუხოთ. ანუ არა მე ამაზე არ ვარ თანახმა ტელეფონი რომლითაც სარგებლობდა მოწმის დაკითხვის დროს მანახოს დაასრულა და დააბრუნა ტელეფონი. კარგი ეს სერიოზულად საუბრობთ ეხლა ამაზე რომ 1 საათია მოწმე ქვემოთ იყურება ტელეფონში თქვენ გვერდით ის ბატონო მოსამართლე. დიახ. პოლიციის თანამშრომელი სასამართლო დარბაზში ესე ელაპარაკება ადვოკატებს და ის როცა ბრალდებულთან მარტო დარჩება როცა კონტროლი არ არსებობს, არავის როგორ დაელაპარაკება. როგორ ელაპარაკება? აი როგორც მელაპარაკება მე. და როგორი აგრესიითაც მელაპარაკება მე. კოლეგები. წარმოიდგინეთ მარტო რას. მოკლედ და დავასრულოთ. დღევანდელ პროცესზე ონისე ცხადაძემ, ანდრო ჭიჭინაძემ და რეზო კიკნაძემ განცხადების უფლებით ისარგებლეს. მე როგორ უნდა დამრჩეს ობიექტურობის შეგრძნება და განცდა, როდესაც არ ვიცი ეხლა ეს ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ არ ამბობს. მე შემიძლია ვილაპარაკო ფაქტით, როდესაც ბატონი ვაჟა და ბატონი დავითი სინქრონში დღეს ალბათ ერთი 5-ჯერ 6-ჯერ სინქრონში აიღეს ტელეფონი და მე რანაირად უნდა დამრჩეს ობიექტურობის მესმის ანდრო თქვენ რასაც ამაზე ალაპარაკით თორე მე ვერ ვერ მივიღებ ზუსტ პასუხს ვისე კონტაქტებოდა ის ადამიანი არ ვიცი მაგრამ განცდა არის ესე აქ მოწმევას განაცხადა რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საქმეზე ჩემი აზრით და მე მგონი მართალი ვარ ამაში რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება ორ შემთხვევაში საქმეზე როცა ყავს განსაკუთრებული ძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანების საბრალდებო სკამზე ან როცა ყავს უდანაშაულო ადამიანები ახლა თქვენ თვითონ გამოირკვია ჩვენი ბიოგრაფია რა გვიკეთებია ვინ ვართ სად ვართ რა მოგვიპარავს რამე ცხოვრებაში ვინმე გვიცემია თუ რა გვიკეთებია ეს ყველაფერი გამოიძიეთ და მე მიიღეთ დასკვნა დანარჩენს აქ არგუმენტებს მე ფაქტობრივად თუ გყავთ ეგეთ ვიღაცა სასწაული რომ მე ახლა ჩამსვავს კი ბატონო მილიონჯერ მithქვამს რომ არა მაქვს პრობლემა არა მაქვს მაგრამ უსამართლოც რო იყოს მაშინაც არა მაქვს პრობლემა უბრალოდ ძალიან რთულია ამის ატყვა განუკითხაობა ხდება უკვე ქვეყანაში ყველა კუთხეში უსამართლობაა ხალხს იჭერენ აი როგორც უნდათ ისე იჭერენ ხალხს მიზეზის არ ჭირდებათ აი ვიღაც არ მოეწონებათ გაუშვებენ ციხეში მიჭერენ საუბრის გამო დგომის გამო სადღაც არ მისვლის გამო ასევე მედიებს ატერორებენ უკვე და ცენზურას უწესებენ. შეიძლება მედიებიც აღარ ქონდეს მალე და ბოიკოტის მერე რა ხდებაო, ასეთი კითხვები იყო გარეთ და
ჩემი აზრით ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ითხოვ და თუ იმ რაღაცას არ გისრულებენ, ისევ ბოიკოტში რჩები, სანამ არ შეგისრულებენ და უფრო მძაფრ ხასიათს იღებს ეს ბოიკოტი. და თუ რაღაცას არ გისრულებენ, მაშინ რატო აშრულებ შენ იმ სხვის მოთხოვნას, თან ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის არაფრის მომცემი თვითმმართველობის არჩევნები. არაფრის მომცემი ჩვენთვის თორე მათთვის ლეგიტიმაციის მიმცემი. და უფრო საინტერესო კითხვა ის არის ამ არჩევნებს რომ წააგებთ, თან თუნდაც 2 როკს მოიგებთ, მე რა ხდება. თვითონ ის პარტიები არ გადიან ამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციიდან, რომლებაც მოიგეს წინა არჩევნები და პირველ-მეორე ადგილზე გავიდნენ და მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებსთან, რომელთაც ამორჩევლები კიდევ უფრო დააკლებათ ამ მოღალატეობრივი და ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დამსხმელი ქმედებით, ისი იმედი აქვს, ისი მოგების იმედი. რატო ატყუებენ თავიანთ ამ მომრჩეველს, რომ დავასრულოთ ბატონო. აი ერთ სხვა რაღაცასთან დაკავშირებით. საქმესთან დაკავშირებით. ყველა ადამიანს აქვს ჩემი აზრით არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობა, რომ არ მოითმინოს ზალადობა, არ მოითმინოს კორუფცია, უსამართლობა, სიცრუე და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას მოღალატეს მოღალატე, მონას მონა, მტერს მტერი, მოყვარეს მოყვარე. მაგრამ დღეს ისეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში, რომ იმისთვის რომ რაღაცას სახელი დავარქვათ, შეიძლება ციხეში დაგვიჭირონ. მაგალითად 19-20 წლის სტუდენტ გოგოებს იჭერენ ამის გამო ციხეში. პროცესზე ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვა, რომ მოსამართლე ბრალდების მხარის მიმართ მიკერძოებულია. აი, ამ ვიდეოში მე მართლა ვერ ვხედავ და ობიექტურობისთვის მეც მაინტერესებს ბატონ დავით, საიდან ჩანს რომ ეს ობიექტი მიემართება სამართალ დამცავებისკენ. აი, ამიტომ ახლა ხავტაროს და ვიდეო ჩანაწერს რო გამოვიყრებთ, ხო შეფასებას ჩვენ მივცემთ. დათვალების ოკში ბატონო დავით, ასახა ის რაც ასახა, მაგრამ არა, ასახა ის რაც ნახა. სად ნახა? ახლა ის რაც ჩაწერა, მაგრამ საბოლოოში ჩვენ ხოლმე შეფასებას ვიდეო ჩანაწერს გამოვიყრებთ. თუ ამოწმეს არ გითხა, როგორ შევაფასო დასკვნაში? ვიდეო ჩანაწერს ხო გამოვიყრებთ? ვიდეო ჩანაწერს კი გამოვიყოლ. ახლა ხომ ვიკვლევ დადგენილებას, რომელიც ვიდეო ჩანაწერზე დაინიშნა. ამ დადგენილებაში რომ ჩაიწერა ტექსტი, ეს ტექსტი საიდან მოვიდა, ეს ხომ უნდა გამოვიყოლიოთ. აბა რატო ვკითხავთ მოწმეს? როდესაც მოწმე იკითხება ბატონო მოსამართლე და ამბობს, რომ აღნიშნული ქვა თუ მაგარი საგანი ისროვა პოლიციების მიმართულებით. დღეს ახლა ქალბატონმა რუსუდანმა მიიტანა ბატონ დავითთან მოწმესთან და აჩვენებს თვითონ დისკი რაც არის კადრე. და ლოგიკური შეკითხვა, მისი დაწერილია რომ ისროლა პოლიციების მიმართ. გასცეს პასუხი, ხო დაწერეთ ბატონო დავით თქვენ რომ პოლიციების მიმართ ისროლა. სად ჩანს კადრში რომ ჯაბა ისა უკაცრავად ჯაბუა ქვა ისროლა თუ მაგარი საგანი ისროლა პოლიციების მიმართ. ელემენტარულია და დაგვანახეთ. დავასრულეთ ერთი წუთი დავასრულოთ. შეიძლება ბატონო მოსამართლე დავასრულოთ. რა შეიძლება აქნებიდო გადაწყვეტილებას. თქვენ აშკარად ტენდენციური ხართ და ესე იგი მიკერძოებული ხართ ბრალდების მხარის მიმართ და ესე არ შეიძლება ნამდვილად. ეგ თქვენი შეფასებაა, მაგრამ ეს იმას ანიშნავს თქვენ. ნუ არასწორი ინტერპრეტაციას ნუ აძლევთ იმას, რასაც სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია. კოლეგის შეფასება რა გაიქცა? დავასრულოთ, ქალბატონ ნათია, დავასრულოთ. მეორე მოწმე, რომელიც დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა თბილისის მერიის თანამშრომელი გიორგი ჟორჟოლიანია, რომელმაც რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქციების შემდგომი დაზიანებები აღწერა. შემდეგ გამოიკითხა კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი მალხაზ შაშვიაშვილი, რომელიც ასევე მოწმე აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეშიც. შაშვიაშვილისთვის ბრალდების მხარეს დღეს შეკითხვები არ დაუსვამს, მისი გამოკითხვა მალევე დასრულდა. შემდეგ კი დაიკითხა გამომძიებელი გიორგი მაჭარაშვილი, ასევე მოწმე 8 პირის საქმეში. მან დაათვალიერა გიორგი ტერაშვილის კადრები და დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. 11-ვე ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლის სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არც ერთი მათგანი არ აღიარებს.